სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენ ქმნილებანი ვართ და ვიცით, რომ ღმერთი არსებობს. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი ღმერთის არსებობისა ჩვენთვის მოცემული როგორც მოაზროვნე და თავისუფალი არსებებისთვის. რატომ არის ეს ნიშანი? რატომ არის ჩვენ რომ ვიცით, რომ ღმერთი არსებობს, ანუ გწამს, რატომ არის ეს ნიშანი? იმიტომ, რომ ქმნილებას არ შეუძლია ტრანსცენდენტული ყოფიერების, ანუ ღმერთის შემეცნება, ისე როგორც თქვათ, ადამიანის რაიმე ქმნილებას, კომპიუტერულ რაღაც სიმულაციას არ შეუძლია ადამიანის შემეცნება. აქ არის ადამიანი ერთგვარად შეიძლება ითქვას თავისი გონიერებით, თავისი შესაძლებლობებით ტრანსცენდენტულია კომპიუტერში შექმნილი სიმულაციის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რაღაც კავშირი არსებობს, იმიტომ რომ მატერიალური სხეულიც გვაგვაჩნია, მაგრამ ღმერთსა და ქმნილებას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. ეს არის აბსოლუტურად ტრანსცენდენტული, ჩვენში არსებული, კაცობრიობაში არსებული ცოდნა, რომელსაც ჩვენ რწმენას უწოდებთ, რომ ღმერთი არის, ეს არის უმთავრესი ნიშანი. გარდა ამისა, რწმენა ვიცით, რომ მკვდარია საქმის გარეშე და საქმე ის არის, რომ მასთან ვინც გწამს კავშირი გქონდეს. ესეც რა თქმა უნდა ბუნებრივად აქედან პირველიდან გამომდინარე ესეც შეუძლებელია. მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვიცით, რომ ადამიანების გარკვეულ ნაწილს კავშირი ჰქონდათ, აქვს და ეგების ჩვენც იმ ადამიანთა შორის მოვიაზრებით, ვისაც კავშირი აქვს ღმერთთან, ესეც კიდევ ერთი დამატებით უმნიშვნელოვანესი ნიშანი იმისა, რომ ღმერთი არსებობს, იმიტომ რომ წესით არანაირი კავშირის შესაძლებლობა რომც იყოს ღმერთი, ფიქრობს ადამიანი ურწმუნო, ხო რომც იყოს, არ ამწამს, მაგრამ რომც იყოს კავშირი ვერ მექნება, იმიტომ რომ იგი ტრანსცენდენტულია. აი გონიერი ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანი ესე ფიქრობს და არა ისე, რომ რაღაც კავშირი არ მაქვს, რაღაც ვერ ვხედავ, ამიტომ ის არ არსებობს. ნუ ეს არის ძალიან დაკნინება ადამიანური ცნობიერების და გონიერების. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ არსებობს და ძალისაებ ცოტათი მაინც რაღაცნაირად თუ ჩვენ ნამდვილი ქრისტიანები ვართ, ეს კავშირიც გვაქვს. რატომ მოხდა ესე? რა ხდება? ეს ნიშანი, ღმერთის ჩვენთან ყოფობის ეს ნიშანი როგორ არსებობს, რანაირად არსებობს? იმიტომ, რომ ადამიანი არის არაუბრალოდ ქმნილება, არამედ მასში ღმერთის სუნთქვაა, როგორც ვკითხულობთ წმინდა წერილში, ღმერთმა ჩაბერა თავისი სუნთქვა და ადამიანი ნიშნავს არა მარტო ქმნილებას, თუნდაც უმაღლეს, თუნდაც უმშვენიერეს, თუნდაც საოცრად დახვეწილს ყველანაირად და სულისა და ხორცის ერთობას, არამედ ადამიანი ნიშნავს პლუს ხორცსა და სულისა, პლუს მასში ღმერთის მყოფობას, რაც არის ღვთის სუნთქვა. ანუ ეს როგორ ხდება და როგორ არის ეს ანთროპოლოგიურად ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ ერთი რამე უდაოდ ვიცით. ჩვენში მუშაობს რაღაც მექანიზმი, თქვა თუნდაც სინდისი დავარქვათ, თუმცა სინდისი გონების ანუ ადამიანური შემეცნების რაღაც ნაწილია, ასე რომ თუ განვაზოგადებთ ჩვენში არის გონება, რა თქმა უნდა არ ვაკნინებთ გონებას ინტელექტუალურ აპარატამდე, მხოლოდ ჩვენში არის რაღაცა გონებას, რომელსაც შეუძლია მარადიული ყოფიერების აღქმაც და მასთან კომუნიკაციას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მარადიული ყოფიერება თავად ინებებს ამას და თავად შემოდის. ისე როგორც ჩვენ თვალს უნარი აქვს სივრცის ხილვისა და მატერიის ხილვისა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად მატერია სინათლე იქნება ჩვენთან. თუ სინათლე არ იქნება, ჩვენ არაფრის ხილვის უნარი არ გვაქვს, მაგრამ თუ სინათლე არსებობს, მაშინ ჩვენ გვაქვს მატერიის და სამყაროს ხილვის უნარი. ეს ასევეა ზუსტად ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ გვგონება, რომელთაც შეგვიძლია ღმერთის ხილვა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ღმერთის ენერგია, ანუ ღვთაებრივი ნათელი იქნება ჩვენში. სხვანაირად ეს აბსოლუტურად შეუძლებელია. თუ ამას კიდევ უფრო მეტად დავავიწროებთ და ჩვენ ქრისტიანულ სარწმუნოებას მოვარგებთ, გამოდის ესე, რომ ჩვენი რწმენა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, ჩვენი ქრისტეს ღმერთობის აღიარება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, ჩვენი ქრისტესადმი ერთგულება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი და რეალიზებადი, თუ ჩვენში საღვთო მადლია და საღვთო მადლი თუ ჩვენში არ არის, მაშინ აბსოლუტურად შეუძლებელია ადამიანს რომ სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს, ქრისტესთან რაიმე კავშირი ჰქონდეს. საღვთო მადლი როგორ უნდა იყოს ჩვენში? ეს ხო ვიცით, ერთ-ერთი უმთავრესი ფორმულა წმინდა წერილიდან ამ პარტავანსა შემოსრავს ღმერთი, ხოლო დაბალსა მისცეს მადლი. აი, კიდევ ერთხელ ეს ფსალმუნის სიტყვებია, კიდევ ერთხელ აუცილებლობა სიმდაბლისა, არ გექნება სიმდაბლე. არ გვექნება სიმდაბლე.
ჩვენი რელიგიურობა კატასტროფით დამთავრდება. წარუდგებით ღვთის წინაშე, სადაც გვეტყვიან არ გიცნობთ თქვენ. იმიტომ რომ არანაირი კავშირი სინამდვილეში ჩვენ მასთან არ გვექნება. იცით რა არის შესაძლებელი? ჯვარი გვწერია, ვიყოთ ქრისტიანები გარეგნულად, აღსარებელნი, მაზიარებელნი და კავშირი გქონდეს მხოლოდ დემონურ სამყაროსთან, რომელიც ჩვენ ღმერთი გვეგონება და წარუდგებით ღვთის წინაშე და ჩვენ გავოცდებით, ვერ ვიცნობთ ღმერთს, არ გვეცოდინება, ესეთი ყოფილა ღმერთი. და ჩვენ არ გვექნება არანაირი შესაძლებლობა მასთან კომუნიკაციისა და ამის დასტურად გავიგებ, ჯვარი გვწერია, არ გიცნობთ მე თქვენ. რატო? იმიტომ რომ არ გვესმოდა ყველაზე მთავარი ღმერთი ადამიანად მოვიდა და თელ სამყაროს გასაგონა თქვა, ჩემგან ისწავლეთ, ჩემგან შვიდ ვარ და დაბალ გულით. მთავარი მიზეზი, უკვე აქედან გამომდინარე, თუ შევხედავთ, რაც ახლა ვისაუბრებთ, მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვერ აღიქვავენ ადამიანი იესო ქრისტეს ღმერთად. მთავარი მიზეზი, თუ რატომ ვერ ახერხებენ თვითის ადამიანები, რომლებმაც ქრისტეს ღმერთობა აღიქვეს, რატომ ვერ ახერხებენ ქრისტეს ერთგულებას და მისი ეკლესიის არა ნომინალურ, არამედ ნამდვილ წევრობას, არის ის, რომ ადამიანები არ მუშაობენ სიმდაბლეზე და მათში მადლი, რომ ღმერთი აძლევდეს, არ ჩერდებათ, იმიტომ რომ მათი შინაგანი მისტიკური სივრცე არის დახურეტილი ვარცლივით, სადაც რაც არ უნდა წყალი ჩაასხა, ის მაინც იქ არ ჩერდება და გადის და მადლის დაგოროვება, როგორც ასე ვთქვათ, ეს ტექნიკური ტერმინი, რომელსაც წმინდა მამებსაც გამოუყენებიათ, მადლის მოხვეჭა არ ხდება. და ამიტომაც ადამიანი სანამ მას არ ეხებიან, ნომინალურად არის ქრისტიანი, სანამ მას არ ეხებიან. მაგრამ როგორც კი მას პიროვნულად შეეხებიან, თუნდაც ეკლესიის წიაღში, ამიტომ არის სამრევლო ცხოვრება აუცილებელი, იმიტომ რომ სამრევლო ცხოვრება ჭრელია, უამრავი ადამიანია და შენ რომ სამრევლოში ცხოვრობ, აუცილებლად ვიღაცა შეგეხება ისე რომ არ მოგწონს. შეიძლება ის მართალია, შეიძლება მტყუანი, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ მტერნიც უნდა გვიყვარდეს. ამიტომ სამრევლო ცხოვრებაში აუცილებლად შეგეხება ვიღაცა ისე, რომ არ გინდა რომ შეგეხოს. და იქ გამოვლინდება შენ სიმდაბლით ხარ სამრევლოში თუ არა და თუ შენ რეაქცია არაქრისტიანული გექნება და ამის შემოწმება ძალიან ადვილია წმინდა წერილი ხელთ გვიპყრია, თუ შენი რეაქციები არაქრისტიანულია, როცა სამრევლოს რომელიღაც წევრი ისე არ შეგეხება როგორც შენ ეს გინდა და შენს პატივმოყარებას როგორც ეს მოსწონს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ სინამდვილეში ქრისტიანი არ ხარ და შენ მზად ხარ, რომ თავს დაესხა ყველა ადამიანს, ვინც შენ არასწორად შეგეხება, შენ რომ თვლი ისე. ის შეიძლება წმინდანი იყოს. გესმით? ის ვინც შეგეხო, ესეც კი შეიძლება. და ეკლესიის ისტორიაში იმდენი მაგალითია ამისი. და მე რასაკეთებს ადამიანი, მძლავრობს ამ ადამიანზე და განდევნის მას და იონე ქროპირი განდევნეს აგერ და მაქსიმე აღსარებელს რა უყვეს და მე-20 საუკუნის ათონელი მამები ნახეთ, ყველა დევნილია აბსოლუტურად. ეკლესიის წიაღში. რატო? ზოგი ფიზიკურად დევნილი, ზოგი მორალურად დევნილი, ზოგი ფსიქოლოგიურად დევნილი, ზოგი დაცემის ობიექტი და ასე შემდეგ. რატომ? იმიტომ რომ ადამიანები თუ სიმდაბლით არ არიან, არა აქვთ მადლი და მადლი თუ არ აქვთ, მათ არ შეუძლიათ იყვნენ ქრისტიანები. და ეს სიტყვები, რაც დღეს ჩვენ აღმოვიკითხეთ იანეს სახარების მე-16 თავია ეს, როცა გვესმის კრებულისაგან განგანსხეთ თქვენ, ეს თქვენ ხო ვიცით, ხო ბერძნულ გვითხოვს, ეს არ ეკუთვნის ეს სიტყვები მარტო იმათ, ვინც ქრისტეს დროს იყვნენ, მოციქულები და მოციქულები დევნილობაში აღესრულნენ, მარტო იმათ არ ეკუთვნით, ეს ეკუთვნის ყველა ეპოქის, ყველა ქრისტიანს, მათ შორის ბიზანტიის იმპერიაშიც კი, სადაც ქრისტიანობა დომინანტი იყო მსოფლმხედველობათა შორის. ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება. ამიტომაც სამრევლო ცხოვრებაში ხდება ლუსტრაცია თქვენი ნამდვილი შინაგანი სამყაროსი და აქ ხდება იმის გაგება, ვინ არის ქრისტიანი და ვინ არა და ვინ სამრევლო ცხოვრებას ვერ ახერხებს და სულ კონფლიქტები აქვს და ესე იგი საბოლოო ჯამში ან გაქცევა უნდა გარბის, ის ქრისტიანი არ არის. ეს არის დიაგნოზი. შენ თუ ძალა მოგეცება, შენ გააგდებ იმ ადამიანებს, ვინ შენ არ მოგწონს, თუ შენ ამის ძალა არ აქვს, ანუ კრებულისაგან განასხავ, ხოლო თუ შენ ამის ძალა არ აქვს, მაშინ შენ მიდიხარ იქედან, იმიტომ რომ ატანა არ აქვს კაკაურობის. და ეს კრებულისაგან განგასხენ თქვენ, სწორედ ასეთ ადამიანებს გვეკუთვნის, თუ ჩვენ სიმდაბლით და შესაბამისად უმადლოდ ვიმყოფებით ეკლესიაში. როცა ადამიანი ამგვარ მდგომარეობაში იმყოფება, მისი სიმართლე შეუვალია. რატომ? აი ნახეთ როგორ ამბობს არაბეთ მოვალ ჟამი, რათა ყოველმან რომელმან მოგწყვიდეს თქვენ გონებდეს რა ადამიანს ყოველთვის კლავდა და შეიძლება ადამიანმა ქრისტიანის მოკლას. მაგრამ აქ რა შემთხვევაა, ნახეთ,
როცა კლავს დევნის და კლავს ნამდვილ ქრისტიანს, ეგონია რომ სვერპლი შეწირა ღმერთს, ანუ ღმერთის წინაშე მართალია. ადამიანი რომელსაც გონია რომ ღმერთის წინაშე მართალია და თუ თან მართალი არ არის და რო გონია რომ ღმერთის წინაშე მართალია, მას შეუტოყდება სინდისი რაიმეზე? იმიტომ რომ ნახეთ რამხელა ავტორიტეტია. სინდისი კი არა, ვიღაცა ღმერთის წინაშე მართალი ვარ. აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ როცა საკუთარ სიმართლეს ღმერთის პედესტალზე დავაყენებ, გამოდის რომ ჩვენ კერთაყვანისმცემლები ვართ. კი, შეიძლება მას ქრისტე უწოდო, შეიძლება ყოვლადწმინდა სამება ღმერთი უწოდო, შეიძლება ეკლესიის ავტორიტეტი უწოდო, წმინდა ბაბების და ასე შემდეგ საერთო აზრი, მაგრამ თუ სინამდვილეში ეს ყველაფერი სახელებია და პედესტალზე ჩემი სიმართლე დგას, მე ვარ კერთაყვანისმცემელი ეკლესიის წიაღში და როცა მე ვიღაცას ვექცევი ისე როგორც მინდა რომ ვექცევი, ვერავითარ შემთხვევაში ვეღარ ვნანობ, იმიტომ რომ სინდისი არ შემიტოყდება, იმიტომ რომ მართალი ვარ, იმიტომ რომ ჩემს უკან ღმერთია ოღონდ ჭყალებში. და ეხლა რატო ემართებათ ადამიანებს ეს და აგრძელებს უფალი? და ესე გიყონ თქვენ რამე თუ არ აიციან მომავლინებელი ჩემი მამა და არც მე. ანუ სინამდვილეში ამ ადამიანებში არ არის ცნობელობა, არ არის ცნობელობა ღმერთისა. და ყველაფერი ეს რაც არის მათში, ეს არის რელიგიურობა, რომელსაც ქრისტიანობასთან კავშირი არ აქვს. რელიგიურობა. ხშირად ვამბობთ ამას. და ხშირად ვამბობთ იმიტომ რომ ეს საშიშროება ჩვენ ყოველდღიურად გვემუქრება. ყოველდღიურად გვემუქრება ის რომ დავკმაყოფილდეთ ჩვენი რელიგიურობით. რომ ლოცულობთ, რომ წამოვდექით, რომ მოვედით, რომ რაღაცნება აღვასრულეთ, რომ იმდენი რომ არის. რომ შეიძლება ადამიანი დაკმაყოფილდეს, რა კაია, ყველაფერს ვაკეთებ. და მოუდომდეს ყურადღება. ეს ყველაზე საშინელი მდგომარეობაა. და სიფხიზლე და მღვიძარება დაკარგოს, აღარ განსაჯოს და ჩვენ ვიცით რომ სიფხიზლე და მღვიძარება ეკარგება საკუთარი თავის მიმართ და აღარ აქვს განჯის უნარი, შესაბამისად უკვე რასათნოებაც არ უნდა გქონდეს, განწირული ხარ, იმიტომ რომ ყველაფერს დანარჩენს მე ეშმაკი ჩაენაცვლება. შემდეგ უფალი ესეთ რამეს ამბობს, რომ ამას იმიტომ გეუბნებითო, როცა მოიწევა ეს ჟამი, მოიხსენოთ მათი რამე თუ მე გარქვთ თქვენ. გასაგებია მოციქულებს ისტორიულ კონტექსტში ესაუბრება, მაგრამ ჩვენ გვესაუბრება ჩვენ საღვთო ისტორიის კონტექსტში. არის მოციქულების ისტორია, საღვთო ისტორია ასევე, რომელიც ჩვენთვის წმინდა წერილის სახით არის თითოეული ჩვენგანი საღვთო ისტორია. ეკლესია წმინდა წერილის საშუალებით და უფალი იმიტომ გვესაუბრება, რომ ჩვენ ყოველთვის ვაკურდებოდეთ ჩვენ ცხოვრებას, იმიტომ რომ გამეორებადი ხასიათი აქვს აი ამ იმ მოვლენებს, რაც მოციქულებს მოხდა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში. გამეორებადი ხასიათი აქვს. ძველი აღთქმიდან მოყოლება, აი აბრაამის ისტორიას. აბრაამის ისტორიას თითოეული ადამიანის ცხოვრებაში გამეორებადი ხასიათი აქვს. ის რომ გამოვიდა თავისი მიწიერი სამშობლოდან დატოვა თავისიანები და თქვა დაიწყო ესე იგი ღვთისადმი ერთგულება და ღმერთისაგან მოცემული აღთქმული სამშობლოს ძიება. ესე ვართ ქრისტიანები. ჩვენს გამოვეშორენით, როგორც მე პავლე მოციქული ამბობს, იხსენებს ძველი აღთქმის სხვა სიტყვებს, გამოვეშორენით იმ ჩვენ უღმერთო გარემოს, ჩვენს ნათესავებსაც შეიძლება, ოჯახის წევრებსაც, ყველაფერს შეიძლება ჩვენს ყოფიერებას, ჩვენს ცნობიერებას და ვიწყებთ დაკარგული სამშობლოს ძიებას, ანუ ჩვენი უფლისძიებას ვიწყებთ. ანუ ყველაფერი გამეორებადია, რაც წმინდა წერილშია სულიერი თვალსაზრისით. ამიტომაც უფლის ეს სიტყვები აქაც ამ კონტექსტშია, რომ ჩვენში ეს ყველაფერი აღსრულდება, გამეორდება, ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ და არ გაგვიკვირდეს, როცა რაღაცა ისე ხდება. შემდეგ ამბობს ესეთ რამეს უფალი, ჭეშმარიტს გეტყვით თქვენ უმჯობერს არს თქვენ და რათა მე წარვიდე. უცნაურია ეს უფალი რომ მიდის ამაღლების წირო საუბრობს ამას, მოციქულებს რა თქმა უნდა არ უნდათ ეხლა კვეთით აღდგარი მაცხოვარი იხილეს და გაუხარდა და კიდე უფლის დატოვება არ უნდათ, მაგრამ პრინციპულად მნიშვნელოვანი რომ არის ამას გვეუბნება მისი ამაღლება. ანუ ჩვენგან განშორება, ანუ ჩვენ რომ მას ვერ ვხედავდეთ. ეხლა ეს ძალიან ღრმა თემა, ამას უბრალოდ დროის გამო ვერ ჩავღმავდები, მაგრამ ეს პრინციპულობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ჩანს თომა მოციქულთან საუბრაში, როდესაც თომას ეუბნება, რომ შენ მე მიხილე და გწამს, მაგრამ ნეტარია, ვისაც არ უხილავ და რწმენე. რატომ არის ის ადამიანი ნეტარი, რომელსაც თომასავით კი არ უხილავს და ხელი კი არ შეხები, არამედ თომაზე არანაკლებად შეიძლება წამს, მაგრამ ისე რომ არ უხილავს. რატომ? იმიტომ რომ ხილვა ღმერთისა, განკაცებული ღმერთისა იესო ქრისტეს ხილვა, ისე რომ არ გიხილავს იგი კვეთით აღდგარი და ის ყველაფერი რაც მოციქულებმა იხილეს, მისი ხილვა და მისი ღმერთობაში დარწმუნებულობა და ცხოვრების მიზღნა ამ ყველაფრისათვის შეუძლებელია თუ შენი გადაქცეული არ ახარ ღვთის ტაძრად, თუ შენში ღმერთი არ ცხოვრობს. და ამიტომ ნეტარი იმიტომ არის ის, ვისაც არ უხილავს და რწმენეს, რომ ასეთი ადამიანი ღვთის ტაძარი ხდება, მასში ღმერთი ცხოვრობს. და ისეთი სიახლოვე აქვს მას ღმერთთან, რომელიც ჯერ მოციქულებსაც არ ქონათ სულთმოფენობამდე მოციქულებს ის არ ქონათ, ეხლა როგორ არა აქვს.
მაგრამ სულთ მოფენობამდე არ ქონდათ ის, რაც ეხლა თქვენ გაქვთ, რაც ეხლა ჩვენ გვაქვს. თუ ჩვენ ქრისტე გვწამს, თუ ჩვენ გული გაუღეთ ღმერთს. ამიტომაც ამბობს, რომ ესე იგი უმჯობესია მე წავიდე და თქვენ დაიწყოთ შინაგანი ძიება. არა გარეგანი მარიამ მაგდალინეს რო უნდოდა რომ დაინახა კვეთით აღდგარი მასხორი უნდა და მისულიყო მოხვეო და გესმით რა მოხდა, გაცოცხლდა მათი მოძღვარი. გააჩერა. რატო? გარეგანია შინაგანი ცხოვრება უნდა დაიწყოს. ჩვენი შინაგანი ცხოვრება უნდა იქცეს, ისასაც ჩვენ გვესმის ვხედავთ, აგერ დავინახე აღთოვანდი, ეს უნდა ჩემ შინაგან ცხოვრებად გადაიქცეს. რატო? ჩემი მისტიკური სიღრმე უნდა შეავსოს ამან. ჩემი მისტიკური სიღრმე, რომ ჩემმა პიროვნებამ დაიწყოს სიცოცხლე და ცხოვრება, არა გარეგანი შთაბეჭდილებებით, თუნდაც ჭეშმარიტი იყოს ეს შთაბეჭდილება, არამედ შინაგანი ცხოვრებით და ეს შინაგანი ცხოვრება თავად ღმერთი უნდა იყოს. თავად ღმერთი, რომ ჩემსა და ღმერთს შორის საღვთო ენერგიებში იმდენად ერთობა იყოს, რომ მე და ღმერთი ერთი ენერგიებით ვარსებობდეთ, ეს არის ხო ცხონება და ამიტომ მე შვილათაც კი ვიწოდებოდე მის. მადლით ღმერთთან და შვილებად. გესმით, რამდენად მნიშვნელოვანია ის შინაგანი მდგომარეობა. ამიტომაც უნდა წავიდეს უფალი, გარდა ამისა მისი წასვლა ნიშნავს იმას, რომ ადამიანური ბუნება ღმერთში სრულად განდიდდა და მარჯვენით მამისა ზის და შესაბამისად უკვე ადამიანის ბუნება გახდა შემძლებელი, რომ მიიღოს საღვთო ენერგია და გადაიქცეს ღვთის ტაძრად. და რომ მასა და ღმერთს შორის, როგორც ვამბობთ, იყოს ერთობა საერთო ენერგიის მიერი. მადლის მიერი ერთობა ადამიანსა და ღმერთს შორის. ამიტომაც ამბობს, მე თუ არ წავალ, ნუ გეშინის სემელი კი არ მოვა თქვენთან. გესმით? ანუ მადლი ვერ დაიტევთ მადლს. მაგრამ მე რო წავალ და ჩემში რომ ადამიანური ბუნება სრულად განდიდება და ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობაში, პოტენციაში, რომ მე თქვენი ნაწილი ვარ, ძმას გიწოდებთ, ყველა კი არ გიწოდებს ძმას. ჩვენი ნაწილი გახდა და რადგან ერთი ნაწილი ამ ორგანიზმისა სრულად განიხრთო და განდიდდა, ამიტომ დანარჩენი ნაწილით გახდა შემძლებელი, რომ მიიღოს აი ეს განსაკუთრებული მდგომარეობა, თუ რა თქმა უნდა, თავიანთი მოაზროვნეობით აირჩევენ ამ გზას და პიროვნული თავისუფლებით იტყვიან, რომ დიახ, ჩვენ ეს გვინდა და გიერთგულებთ უფალო და მაშინ ეს ადამიანებიც ხდებიან მადლით ღმერთები და ქრისტეები და იმიტომ ქვია ქრისტე ჩვენ თითოეულ ჩვენგანს და რამე თუ ჩვენ საბოლოო ჯამში უნდა გავხდეთ ისეთი როგორიც ის არის, როგორც იოანე მოციქული ამბობს. და ამიტომაც ამბობს, უკვე თუ მე წარვიდე, მოვალინო იგი თქვენ და რომ მოვა და მოვიდა. 2000 წელია უკვე მოსულია, სულიწმიდა ღმერთი. და რომ მოვა და რას აკეთებს? ამხილოს იგი სოფელ. მოვიდეს და ამხილოს სოფელს, ამხილება, ანუ ახდენს ლუსტრაციას სამყაროსი. რაღაც ისეთნაირად წარმოაჩეს სამყაროს, ისეთ სარკეს აუფარებს სამყაროს, რომ სამყარომ ისეთი რამე უნდა დაინახოს, რაც მანამდე არასოდეს არც უფიქრია ამ თემაზე და არც დაუნახავს. და ეს არის მხილება, ანუ სინათლე შემოდის, ამ სინათლეში აღმოჩნდება რა სად ვართ, რა მდგომარეობაში ვართ, როგორ ვიმყოფებით. ამას ნიშნავს და მოვიდეს სულიწმინდა ღმერთი და მოვიდა უკვე 2000 წელია ამხილოს სოფელსა ცოდვისათვის, სიმართლისათვის და სასჯელისათვის და რთული გასაგებია ეს რას გულისხმობს უფალი და ამიტომ თვითონვე განმარტავს, რომ ესე იგი ჩვენ ეს განმარტება არ არის სრული განმარტება, განმარტება სრულია, მაგრამ სიტყვაში ბოლომდე გაშლილი არ არის და 2000 წლის განმავლობაში ეკლესია განმარტავს ამ სიტყვებს და მეც თავად როცა ვკითხულობ ამ ადგილს, სულ ყოველთვის სხვადასხვანაირად სიღრმით ჩდება ეს რას ნიშნავს? რას ნიშნავს მხილება, ცოდვის, ამხილოს სოფლსა, ცოდვისათვის, სიმართლისათვის, სასჯელისათვის და უფლის განმარტება კიდე ასეთია. ცოდვისათვის ესრეთ, რამე თუ არ არწმენა ჩემ და მომართ. აი პირველი მხილება. ანუ სულიწმინდა ღმერთი მოვიდა და უცებ რაღაცას რო გაანათებ და იქ მტვერი გამოჩნდება, იქ ვინჭუჭყიანია, სიბნელეში ყველა ერთნაირია. ვის ლამაზათაცვია, ვის რა სახე აქვს, სინათლეში გამოჩნდა. და რა გამოჩნდა? რომ ზოგმა ირწმუნა ქრისტე რო ღმერთია და ზოგმა არ ირწმუნა. და სოფლის ის ნაწილი იმხილა, რომელსაც არ სწამს, ანუ და ცოდვა, აი ეს არის ცოდვა, ანუ ცოდვისათვის ხილება, რამე თუ არ არწმენა ჩემ და მომართ. ანუ ცოდვა, ქრისტეს ღმერთობის მიუღებლობა არის ცოდვა. ადამიანი სურო ანგელოზური ცხოვრებით ცხოვრობდეს ზნეობრივი თვალსაზრისით. სულ აი პროფესია ქონდეს ეს აბავშობაღის მასწავლებელი რო იყოს. აი საერთოდ ჭიასო ფეხს არ ადგავდეს, თუ ქრისტეს ღმერთობა არ სწამს, შესაბამისი საქმეებით დადასტურებული ეს ადამიანი იმყოფება უღრმეს, უმძიმეს ცოდვაში. იმიტომ რომ მან ვერ დაინახა ღმერთი, არა და გამოანათა უფალმა.
სულიწმინდა ღმერთი მოევლინა ამ სამყაროს და უნდა დაენახა მას და ვერ დაინახა. ეს არის ცოდვა, ყველაზე საშინელი ცოდვა. ამიტომ ადამიანები აი ეკლესიაში მყოფები, თუ ჩვენ ქრისტესადმი გულგრილობით ცხოვრობთ ეკლესიაში, ჩვენ საშინელ ცოდვაში ვიმყოფებით, თუნდაც არაფერს არ ვაშავებდეთ ისე ზნეობრივს. მეორე რისთვისაც ამ ხელს იგი ეს არის სიმართლისათვის და უფალი განმარტავს. ხოლო სიმართლისათვის რამე თუ მე მამისა ჩემისა მივალ და აღარ ამხედვიდეთ მე. სიმართლე ეს არის ჭეშმარიტება, ეს არის ობიექტურად არსებული რეალობა. დიახაც ერთის მხრივ მე ქრისტეს ღმერთობა უნდა ვირწმუნო, თორე ცოდვაში ვარ, მაგრამ მეორეს მხრივ უნდა ვიცოდე, რომ მე მას ქრისტეს ესე ადვილად ვერ დავინახავ. გესმის? მარიამ მაგდალინელი არ მიუშვა, უსაყვარლესი მოწაფე და შენ ვინ მიგიშვებს, ესე მიხვიდე და მოეპოტინო, აბა გამომეცხადე, აბა დამენახე, აბა დამელაპარაკე, ეხლა მე იესოს ლოცვა დავიწყე და ღამე თქვა გარკვეული პერიოდი ვლოცულობ და მოხვალ და რაღაცა ვერ აღგზნობ ღმერთს ადამიანი იტყვის. ანუ პრეტენზია, როგორ ამდენ ლოცულობ და ვერ აი ვეზიარები მამაო და ღმერთს ვერ აღგზნობ, რაშია საქმე? რაშია საქმე? რაშია საქმე? გესმის, რაზე გვაქვს პრეტენზია, წარმოგიდგენია? გესმის, რაზე? პრეტენზიულობით, თორე საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანი განა ქრისტესთან ერთობა არ არის, მაგრამ აი ამ დროს ჩვენ უნდა ძალიან კარგად დავაკვირდეთ საკუთარ თავს, რას ვითხოვთ, როგორ ვითხოვთ და ვიცოდეთ წმინდა წერილი და ობიექტური რეალობა, ანუ სიმართლეა, რომ მამასთან არის უფალი და ჩვენ მას ვერ ხედავთ. მაგრამ ამავე დროს გვაქვს ვალდებულება, რომ გვწამდეს, იმიტომ რომ ვერ ხედავ და გვწამს, ნეტარნი ვარ და აბა როგორ თუ ვერ ხედავ, როგორ გვწამდეს? გესმით? და აი აქ იწყება ზუსტად ომი, ბრძოლა საკუთარ თავთან, რომ მადლის ჭურჭლად ვიქცეთ და შინაგანი ცხოვრებით, შინაგანი მისტიური სიღრმით გქონდეს ერთობა ღმერთთან და არ დაგვაუწყდეს ბასილი დიდის სიტყვები, რომ არადისობაში გასასვლელი ჩემ ვიზუალურ კონტაქტებში კი არ არის, აბა დავინახო და ხელი მოვკიდო და სურნელება ვიგზნო და რაღაცა განვიცადო და არამედ შიგნით მისტიკურად, რომელიც ესე ადვილად არც კი გამოითქმის, არადისობაში გასასვლელი, ანუ ქრისტესთან გასასვლელი ისევ ჩემი გულიდან არის. და მესამე სასჯელისათვის და მე განმარტავს რატო, ხოლო სასჯელისათვის რამე თუ მთავარი იგი ამას სოფლისა დასჯელია არს და ვინ არის მთავარი ამას სოფლისა, იცით, სატანა. ეს სოფელი ემორჩილება სატანას, იმიტომ რომ იგი არის მთავარი ამას სოფლისა და მესად ვარ, დასჯილი, ანუ გასამართლებულია უკვე. ეშმაკი არის გასამართლებული და ბუნებრივია რომ მე დავფიქრდე, მესად ვარ. ეშმაკის ხარეზე ხომ არ ვარ, მეც გასამართლებული ხომ არ ვარ. იცით, სინამდვილეში ჩვენ ზღვარზე ვართ, თუ კიდე ეს უკეთეს შემთხვევაში. აბა გავიხსენოთ, ჩვენი ეგოიზმი, ჩვენი სიამაყე, ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი უსიყვარულობა, ჩვენი ურჩობა, არასიმდაბლე, ჩვენი გულძვირობა და ასე შემდეგ, ჩვენი სასოწარკვეთილება, ჩვენი დეპრესიულობა, ჩვენი შიში ღვთის განგებულებისადმი, გესმით, ჩვენი შიში გარდაცვალებისადმი, ეს ყველაფერი დემონური და სატანური მდგომარეობებია. გასამართლებული ხარ, გესმით? ქრისტიანი ხარ, მაგრამ ესაც ჩამოვთვალე, ყველაფერი დემონური ენერგიებია, ეს ნიშნავს, რომ ჩემში ეშმაკია, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ასე გამოდის. ასე, გესმით? ამიტომ, როცა ეს სიტყვები მესმის, რომ სასჯელისათვის რამე თუ მთავარი ამას სოფლისა დასჯილი არის, მხოლოდ შიში და წოლა უნდა იყოს შემში, ვაიმე ღმერთო, სადა ვარ. ამიტომ შიში ღვთისა არის და ეს შიში ნიშნავს თერაპიას, განკურნებას, პრევენციული ზომაა, რომ თლათ არ ჩავიჩეხო იმ ურჩხულში, იმ უსკურში, სადაც ეშმაკია. აი ეს შიში, რომ არ მინდა, ეს შიში ნიშნავს, რომ არ მინდა. აი ცუდად ვარ, მაგრამ არ მინდა. ვემიჯნები, გესმით? ამას ნიშნავს ეს შიში. ეს შიში უკვე გამოხატულება იმისა, რომ ღმერთი მინდა, ამიტომ შიში ღვთისა არის დასაბამი, დასაწყისი სიბრძნისა, ანუ ღმერთთან ერთობისა. რამდენი რამეა სათქმელი, ხო? ამოუწურავია, ხო? ჩვენი არსება ვერ უნდა ძღებოდეს ღვთისმეტყველებით, იმიტომ რომ იმდენი რამეა გასარკვევი და გასაგები, მაგრამ და ამ დროს უფალი სიტყვები გვესვის, ფრიად მაქვს სიტყვა თქვენთან, ანუ ბევრი მაქვს სათქმელი თქვენთვის, ქრისტე ვეუბნებათ, აბა. არამედ აღარა ძალგიც ტვირთვათ. ეს რას ნიშნავს? უფალი ეუბნება, მოციქულებს, თავად ქრისტე ეუბნება, რამდენი რამე სათქმელი და მოციქულებს უყურებენ. და უფალი უყურებს და ეუბნება, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ეს იტვირთო. ხოლო ოდეს მოვიდეს სულიგი ჭეშმარიტებისა, ანუ სული წმინდა ღმერთი რო გადმოვა, ის გიძღოდის თქვენ ჭეშმარიტებასა ყოველსა. ანუ როცა თქვენში შინაგანი სულიერი ცხოვრება დაიწყება, ვერბალურად რაღაცა ზღვარი აქ ადამიანს ვერ იგებს, მელს არ შეუულია
და შინაგანი ცხოვრება როცა დაიწყება, შინაგანი ცხოვრებით თავად ღმერთი, ანუ სულიწმინდა ღმერთი წარგიძღვება ჩვენ ყოველ ჭეშმარიტებაზე და ყველაფერს გასწავლით. ამიტომ ერთადერთი გზა, რომ ჩვენ გავიგოთ ყველაფერი და თუ ჩვენი სული ამას ითხოვს, ეს არის მადლის ჭურჭლებად, ღვთის ტაძრებად გადავიქცეთ, გული გაუხსნათ უფალს, უფალი დამკვიდრდეს ჩვენში და ეს მოხდება სიმდაბლის შემთხვევაში, თავდაბლობის შემთხვევაში და მაშინ თუ ჩვენ მართლა წყურია და გვშია ჭეშმარიტება, ეს ჭეშმარიტება ნელ-ნელა შემოვა და დამკვიდრდება ჩვენში და ჩვენსა და ჭეშმარიტებას შორის აღარანაირი განსხვავება აღარ იქნება გარდა არსობრივი ბუნებითი განსხვავებისა, ხოლო მადლის მიერად ერთები იქნებით. ამას ქვია ღვთისშვილობა, რომელიც უფალმა როგორც დაუმსახურებელი ძღვენი ისე მოგვიტანა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.